სალამ ყველა შემოერგულა მაყურებლებო და დღეს ჩვენ ვთამაშებთ PUBG Mobile-ის. დიდი ხანია მეგობრებო PUBG-ზე ვიდეო არ გადაგვიღია და დღეს რა თქმა უნდა დავდებთ მოვცალეთ PUBG-ისთვის. და მეგობრებო კიდე ერთი რამე დაგითხრათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქეთ ჩემი ვიდეოები და ხო რას ვამბობდი, ანუ როცა არ დინას თამაშობთ ან ჩვეულებრივ მატჩს ანუ M4-ზე არ ვაყენებთ, ანუ მაგალითად ზოგს ესე გონია ლეველები რა ხან იმატება, ვით უფრო განვითარებული M4-ის რაღაც ნივთიერებები გამოდის რა. ეგრე არ არის მეგობრებო, აქ უნდა დავაყენოთ მესამე, აი ეს უნდა დავაყენოთ Competitor, ეს უნდა დავაყენოთ მეგობრებო, აქ უნდა დავაყენოთ უეჭველი Redot-ი, აი ეს არ გვინდა, აი ეს მაგარი ხელშეგვიშლის არენაშიც, აი ეს არის ყველაზე მაგარი არენაშიც და ისიც ახლოდან. ეს აუცილებლად უნდა გვეყნოს მეგობრებო, რათა გვჭირდება რომ ადვილად ვიშროლოთ. ეს გადამტენი მესამე უნდა დავაყენოთ, ვისაც გონიათ ლეველები რომ მიდის, ეს მართალია. და ყველაზე მთავარი მეგობრებო, აი ეს, ყველას რო ეს გიყენიათ, ანეს, ლაზერი არის ყველაზე კარგი. ეხლა ამ ვიდეოში განაღებთ როგორ ისვრის ანუ როგორ ისვრის M4, როცა ლაზერი უყენიათ, ან ლაზერი მაქვს მეგობრებო, მე ლაზერს ძალიან კარგი ხედები მიაქვს, აი ეგრევე ხედები მიაქვს და მოდი დავუწყოთ ეხლა ჩვენი მატჩი და რაც თავარია მეგობრებო, სკინი, რაც უფრო გიჟური სკინი გაქვთ, მით უფრო ძალიან ცუდია. აუცილებლად უნდა გვეყნოთ ცოტა ბაძობა სკინი ან კიდე, ანუ ესეთი სკინი რომ არ იყოს, ანუ დიდი სკინი რო არ იყოს რა, რომ იმიტომ რომ ადვილად გვარტყავენ. დავაყენოთ ესე ბაძობა კი არის, მაგრამ შევიდით უკვე თამაში. ძალიან ცუდი არის, რომ 75 ლეველზე ვართ და ხვდებიან მაგარი პროები. ეს მატჩი შეიძლება წავაგოთ, მაგრამ აუცილებლად კილს მაინც გავაკეთებთ. აი 5 კილს გადავაცით. ძალიან კარგად ვითამაშებთ M24-ით, თუ გნებავთ, რავი, გაწერთ კომენტარებში, M24-ით ვითამაშებ მთლიანი 20 წუთი არენაში. და დავიწყეთ. ნები არიან, ქართველი არის. აი ეხლა დიდ ლეველიანები არიან და რატო აქვთ ესეთი ბანძობა სკინები, იმიტომ რომ ადვილად არ გააკეთებთ, რომ შეიძლება მუმიაც ყავდეთ, მუმიაც ძალიან კარგი სკინია, ანუ იმ შემთხვევაში, რომ არენაშიც და ჩვეულებრივ მატჩიც თორემ. არც დიდი სკინი არ არის, არც არაფერი. უკანდა. ხედავთ მეგობრებო? რა კარგად ვისროლ. აი ვერავინ მკლავს, ანუ მოძრაობა ძალიან კარგი მაქვს. ვისაც რომ გინდათ კომენტარებში დაწერეთ ID-ც. მანდ მიაყოლეთ. აი, ახლა იმან მართლა კარგად ისროლა. ამასაც ლაზერი უყენია თუ დააკვირდით. თუ მოკლედ ერთი ერთზე გნებავთ. ვერ დაუმიზნე. ჩავარდი და ვიდეოს რომ ვიღებ მაგრად ბაგავს და ის ბრალიც არის ზოგიერთი წაგება. მაგრად ბაგავს. ლაზერი უყენიათ ამათაც. აი მეგობრებო, რა კაი ხედები წავიდა. აი მეგობრებო, კიდე ერთი რამე მინდა გასწავლოთ, აი აქედან რო ხტებით, ანუ აქეთ აფხედა გადახტე და იმენა ხედებს არ ტყავთ. ეს ხო შემიშალა ჩემი ნახე. ერთი ახტი და იგივე არ ტყავა იქიდან. ხამი არ გამომივიდა, მაგრამ 24-ით დამაჭიდეს. არა შორიგან წავ როგორ მიზღება შორგანი არენაში. მომკლავს ხა. საიდან ვისაც რომ გინდათ ID დამიწერეთ 2 მინუტი მაქვს საკმაოდ ბევრი და მოდით მომკლა ხო შოტგანები აქვთ ტიპებს და რა როგორ მოყოლა.
ჰედი მარხი ვაწამეთ აი ამ დროს რომ მოდიხართ ახტით რა ახლა მოდიან არანაირი ჩაკუზა ანუ ნახეთ აი ესე გააკეთეთ ანუ გვერდებზე იარეთ ან კიდე თვითონ გავაძით და ეგრე მოკალით როგორ მეიზრება შოტგანით ახლო და რომ მოდიან და მოწინააღმდეგეები როგორი ერთი HP ვარ კიდე შოტგანი აუ შემეზიზღა შოტგანი უკვე ანუ შოტგანი გესვეს და მე ეგმოდის შენი კუდი შენი დედაც აბარა სამხეც ვერ ამარა კარგად ისვრის რა ვიდეოში გამოჩნდა კიდევაც მეგობრებო დაგინახეთ და მეც კიდე გადავახო კადრს და ვნახავ რამდენი ხალხი ან ორნი ვართ და აქ წავაგებ ძალიან სულიერია შვიდი კილი გავაკეთე თქვენ ძალიან კარგად დაგინახეთ როგორ უთამაშე ლაზერით დღესაც სულს არხი გამოიწევდა და ლაიქი ვიშენც ვინც მიყურებ და რავი დაწეროთ კომენტარებში რუმი ვისაც გინდათ და მოდით ერთი ერთზე ნახვამდის მომავალ შეხვდებით შემდეგ ვიდეოში